ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ამასთან მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა პასპორტი და აიკრძალა ქვეყნის საზღვრების დატოვება. სწორედ ეს იშუამდგომლად დღეს პროკურორმა ნათია თათიაშვილმა სხდომათა დარბაზში, როგორც იცით, დღეს დილიდანვე იყო უკვე ცნობილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა არ მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის პატიმრობის გამოყენებას და ნაცვლად შემოიფარგლებოდა გირაოთი და სხვა ზომებით, რომელიც მოსამართლემ სრულიად გაიზიარა. პროკურორმა ასევე მოითხოვა ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ გირაოს გადასახდელად ერთთვიანი ვადა განესაზღვროს, რაც ასევე დააკმაყოფილა მოსამართლემ. პროკურორმა ნათია თათიაშვილმა დღეს ბუნებრივია სხდომათა დარბაზში წაიკითხა ბრალი, მან გაიმეორა ის, რაც დღეს მოვისმინეთ უკვე გენერალური პროკურორისგან გიორგი გვარაკიძისგან. მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს როგორც თანამდებობის პირს გააჩნდა როგორც შემოსავლების, ასევე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებში იგი უთითებდა ყალბ ინფორმაციას, რომ თითქოს ოჯახის წევრებისგან იღებდა დიდი ოდენობით თანხას ყოველწლიურად. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, მათაც გაიზიარეს პროკურატურის შუამდგომლობა ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და ამას დაეთანხმა თავად ირაკლი ღარიბაშვილიც. ადვოკატებმა სხდომის დაწყებამდეც გააკეთეს კომენტარები მედიასთან და ასევე სხდომის დასრულების შემდეგაც და მათ განაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობის უკანონოდ გამოყენებას, არალეგალური მიზნებისთვის გამოყენებას არ ედავებიან და ასევე გეტყვით იმას, რომ დღევანდელ სხდომას ბუნებრივია ესწრებოდა თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც არც სხდომაზე ისარგებლა სიტყვის უფლებით და მას არც მედიასთან გაუკეთებია კომენტარი. იგი სხდომაზე ცენტრალური შესასვლელიდან, სასამართლოს ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა, არ გამოჩენილა მედიასთან და მხოლოდ პატარა კომუნიკაციით შემოიფარგლა ჟურნალისტებთან, როდესაც სხდომის დატოვების შემდეგ მას ჟურნალისტებმა კითხეს, მისცა თუ არა ჩვენება ვინმეს წინააღმდეგ გამოძიება, რახან იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამას ადასტურებს როგორც პროკურატურა, ასევე მისი ადვოკატები, მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება მათ მიმართ, ვინც მასთან ერთად მონაწილეობდა უკანონო ქმედებებში. ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე რეპლიკით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას და განაცხადა, რომ მას მსგავსი ჩვენება არ მიუწია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომლებიც სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს მისმა უფლებადამცველებმა. ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტეთ ამ შემთხვევაში დაცვის მხარემ და ეს სასამართლო პროცესზეც განმარტეთ, რომ ბატონო ირაკლი ცნობს თავს დამნაშავედ, ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში, რაც ებმის მის იმ პერიოდს, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო, ბიზნესში იყო დაკავებული და შემდგომ პერიოდს, როდესაც ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იყო კითხვები თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს ძალიან ბევრ გარემოებას და არც ერთი საქმე არ გავს ერთმანეთს. როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც ის არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არის პროცესუალური სტანდარტი. ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნეს წარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, აი ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიჩავს ამ პერიოდს. აი ეს არის ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და აი ეს აღიარა. დიახ. კი ბატონო, არავით არის ზოდები, არავინ არ ეხმარებოდა საკუთარ ბიზნესში, თანამდებობის პირები, საკუთარი ბიზნესის წარმოებას. მარტო იყო ჩართული. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად და ეს იყო ღვინის ქარხნები. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები. ღვინის ქარხნები.
დიახ, როგორც იცით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დღეს დილით წარუდგინეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, როგორც პროკურატურა აცხადებს, თანამდებობაზე ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და დეკლარაციებში უთითებდა ყალბმონაცემებს თითქოს საჩუქრად იღებდა ამ თანხებს. ის მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, რომლითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს მხრიდან 12 წლამდე პატიმრობას. მე გეტყვით იმასაც, რომ როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და იგი თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობს და როგორც უკვე გითხარით, მას უკვე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება, ეს არის გირაო 1 მილიონი ლარის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო განხილვები დასრულდება, ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში არ იქნება, თუმცა იგი ვერ დატოვებს ქვეყნის საზღვრებს, რადგან ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ქვეყნის დატოვება ეკრძალება.